კახა მაკო დილამშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და NBA-ის Milwaukee Bucks-ის თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია ახალგაზრდა მომავალ სპორტსმენებს შეხვდა მათთან ერთად ქართული სპორტის მუზეუმსაც ესტუმრა და საკუთარი სათამაშო მაისური უსახსოვრა რომლითაც ატლანტა ჰოუქსში თამაშობდა აღნიშნული მუზეუმი საქართველოს სპორტის სამინისტროში მდებარეობს სადაც თავმოყრილია ქართველი სპორტსმენების მიერ მოგებული მედლები, თასები, სიგელები და სხვადასხვა ტიტულები. იქ ნახავთ სხვადასხვა სინჯის ოლიმპიურ მედლებს, მსოფლიოს, ევროპის და ყოფილ საბჭოთა კავშირის თასებს. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მოზარდი სპორტსმენების მუზეუმში სტუმრობის ტრადიცია მიმდინარე წელს დანერგა, რითაც ახალგაზრდა თაობას ქართული სპორტის ისტორიას გააცნობს. კარგი შეხვედრა იყო, ძალიან გმაყოფილი ვარ მე, მოხარული ვარ ესეთი შეხვედრა შედგა განსაკუთრებით ბავშვებთან. ეს ბავშვები არიან ჩვენი საქართველოს მომავალი და მომავალი დიდი სპორტსმენები. და ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ამ ადგილას, სადაც ახლა ვიმყოფებით, რომ ბავშვებმა ახალგაზრდობამ და ყველამ აბსოლუტურად იცოდეს ჩვენი ისტორია. ბევრი კარგი კითხვა დამისვეს ბავშვებმა, ყველა კითხვა საინტერესო იყო. უფრო აინტერესებდა თუ ვიცნობდი მოწინააღმდეგე გუნდელებს, თუ მეგობრობდი მათთან, განსაკუთრებით ისე ვარსკვლავებზე, როგორც LeBron James და Kevin Durant და უფრო ეს აინტერესებდა. პირველად NBA-ში დაასახელა ზაზა ფაჩულია, რომ პირველად NBA-ში პირველი თამაში რომ მქონდაო ძალიან ნერვიულობდიო და ეს მართალია, ნებისმიერი ადამიანი იქნება ესე. და რა ვიცი, მე მინდა, პირადად მე მინდა და უნდა უსურვო ყველა ადამიანს, რომ მოხდეს NBA-ში და მას ძალიან ბევრი შრომა უნდა. ბავშვი საერთოდ უნდა იცოდეს სპორტის ისტორია და ვინ იყვნენ მოთამაშეები, კორკია, საკანელიძე, ახლა ზაზა ფაჩულია და ეს სურათები რომ უყურებენ აგრელა ფერბურთელების, გინდა კალათბურთელის სახით რომ ლაპარაკონ, ისინიც მოინდომენ რომ ამათი სურათი აქ ერთ დღეს ყოფილიყოს.